მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს გადაცემა სტალინის ეპოქაა. მე კი მისი წამყვანი გიორგი ახლოური გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში გიამბობთ სტალინის ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ. საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი დანაშაული. იოსებ სტალინი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. სტალინი მოკლეს დიდი რეფორმების მცდელობისთვის, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული პატრიოტული განწყობისთვის და კომუნისტური პარტიის ქვეყნის მართვისგან ჩამოშორების განზრახვისთვის. 1953 წლის 1 მარტის დილის საათებში სტალინს ინსულტი დაემართა კუნცევოში მდებარე აგარაკზე. დაეცა იატაკზე სოსელო და მრავალი საათის განმავლობაში უგონოდ იწვა ქართველი ბელადი. რადგან დაცვას ოთახში შესვლის და მათი პატრონის სიმშვიდის დარღვევის ეშინოდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტალინს ტვინში სისხლშაქცევა ჰქონდა. მიატოვეს ბელადი აუსრულებელ ოცნებებთან ერთად. სტალინი 2 დღის განმავლობაში იღუპებოდა. ალბათ მისი გადარჩენა შესაძლებელიც იყო, მაგრამ სამედიცინო დახმარება მას ძალიან გვიან აღმოუჩინეს. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი პარალიზებული იყო. მას მხოლოდ ერთი ხელის მაჯის მოძრაობა შეეძლო. სამმართ საღამოს მან უცებ უკეთი გრძნო თავი. სტალინი გონს მოვიდა და თვალები გაახილა კიდეც. ამის გამო ბევრს შიშის პინდი გადაეკრა. ებრძოდა სიკვდილს სტალინი, მაგრამ მალევე ისევ დაკარგა გონება და ხალხის ბელადი 5 მარტს გარდაიცვალა. დღეს ჩემს გადაცემაში მოგიყვანთ ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს. მხოლოდ ერთი ადამიანი იქცეოდა თავხედურად. ეს იყო ბერია, წერდა სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა, რომელიც შეერთებულ შტატებში მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. უკიდურესად აღელვებული იყო, ისედაც ამაზე რძენის სახე კიდევ უფრო უმახინჯდებოდა მოწოლილი უნებისგან. როცა ყველაფერი დასრულდა, ის იყო პირველი, ვინც კარიდორში გავარდა და სრულ სიჩუმეში, სადაც ყველა ჩუმათი დგას აწოლის გარშემო, გაისმა მისი ხმა მაღალი ღრიალი. ხრუსტალევ, მანქანა. ბერიას ამ ფრაზით იწყებოდა პოსტ-სტალინური ეპოქა. ქვეყანაში დაიწყო სასტიკი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომლის მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და ნიკიტა ხრუშოვი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტალინმა ჯანსაღი ცხოვრება დაიწყო. აღარ ეწეოდა და ძალიან ამაყობდა ამით. ექიმები კაცრად აძალებდნენ, რომ მას მოწევა მიეტოვებინა და მან ეს გააკეთა. მაგრამ მავნეჩვევის მიტოვებამ დადებითი გავლენა ვერ მოახდინა სტალინზე. ძალიან მალე წონაში მოიმატა. სვეტლანას თქმით, თუ მანამდე მამის სახის ფერი საკმაოდ თბერგმთალი იყო, კაბინეტში ხანგრძლივი ჯდომის გამო შემდეგ გაუწითლდა. მოწევის შემდეგ მას ხასიათი შეეცვალა. ის გახდა უფრო გაღიზიანებული და აჟიტირებული. ექიმები ამას ორ სერიოზულ პროცესს უკავშირებდნენ. ერთ-ერთი იყო ექიმების საქმე, რომელიც თითქოს და სტალინის წინააღმდეგ არსებობდა. ასე გადიოდა მისი ცხოვრების ბოლო წლები. სტალინის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მზადდებოდა. მისი მტრები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის მარტო დარჩენილიყო და ეს გამოუვიდათ კიდეც. 1952 წლის ნოემბერში ამ საქმეზე დააკავეს სტალინის პირადი ექიმი, აკადემიკოსი ვლადიმერ ვინოგრადოვი. მას ჟდანოვის მკვლელობა, შეერთებული შტატების ჯაშუშობა და სხვა მრავალი რამ ედებოდა ბრალად. დეკემბერში კი სტალინის 73 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს მისი დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი, რომელიც ბელადს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა. საქმის მასალების მიხედვით ის განაგებდა მთავრობის წევრების მკურნალობას და პროფესორების სანდოობაზე პასუხისმგებელი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ვლასიკის თანამდებობიდან გადაყენება და გადასახლება მომგებიანი იყო სტალინის მტრებისთვის. სტალინმა ასევე დაკარგა მრავალი წლის ერთგული თანაშემწე ალექსანდრე პოსკრებიშევი, რომელიც როგორც ახლა ითვლება, ასევე სტალინის ფარული მტრების მოწყობილ ინტრიგებს შეეწირა. შედეგად ბელადს გვერდით აღარ დარჩა სანდო და ერთგული ადამიანი. გადმოცემის თანახმად დაკავების ვლასიკმა თქვა, რომ სტალინი მის გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლებდა. გენერლის სიტყვები მრავალი თვალსაზრისით წინასწარმეტყველური გამოდგა. მიხეილ ნიკიფოროვიჩ პოლტორანინის ინტერვიუდან დათარიღებული 2015 წლის 29 სექტემბრით. იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინი ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა, როდესაც კაგანოვიჩთან 1991 წელს ამერიკიდან სტუარტ კოგანი, მისი ძმისშვილი მივიდა. მან მოახსენა, როგორ მოკლეს სტალინის საწამლავით. როდესაც მე სანახავად მივედი, რომ გამერკვია რა მოხდა სინამდვილეში. ცხადზე ცხადი იყო, რომ ეს იყო სპეცოპერაცია. რადგან ამ დროისთვის უკვე შეცვლილი იყო სტალინთან დაახლოებული ყველაზე სანდო ადამიანები. 1953 წლის 28 თებერვალს, როდესაც ცუდად გახდა, მიზეზი ალბათ ის იყო, რომ მან მოწამლული წყალი დალია. ან წიგნი მოწამლეს, როცა კითხულობდა, ენის წვერით თითს ისველებდა და ასე ფურცლიდა. ყველაფერი არ ვიცი.
ცნობილია, რომ როდესაც ექიმებმა სისხლის და შარდის ტესტი ჩაატარეს, პირველ რიგში ღვიძლის მნიშვნელოვანი ზრდა შენიშნეს, რაც აშკარად მიუთითებს მოწამვლაზე, ლეიკოციტების რაოდენობის 4-ჯერ გაზრდაზე და მას შემდეგ რაც მას სისხლიანი ღებინება დაიწყო და კანისფერი მოწითალო ვარდისფრიდან მოლურჯოელ ფერით შეეცვალა. ეს უკვე ფაქტია მოწამვლისა. მაგრამ ის ყოველთვის ჯანმრთელი ადამიანი იყო. ერთადერთი რაც ჰქონდა, ჰიპერტენზიის საწყისი ეტაპი, რევმატიზმი მუხლებში და სხვა არაფერი. შემდეგ ასეთი სიმპტომები. ეს სიმპტომები დადასტურებულია, მაგრამ დადასტურებული არ არის, რომ იგი მოწამლულია. არ დაწერდნენ, ბუნებრივია. იყო ერთი ადამიანი, პროფესორი რუსაკოვი, რომელიც მონაწილეობდა სტალინის ცხედრის გაკვეთაში. მან მიწერა კრემლის სამედიცინო სანატორიუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ სტალინი მოიწამლა ციანიდით. დაზიანებულია მისი სასუნთქი გზები. დაზიანდა ლორწოვანი გარსი. ეს იყო ჰიდროციანის მჟავა და როდესაც მან ნოტა წარადგინა, 3 დღის შემდეგ პროფესორი რუსაკოვი გარდაიცვალა. ვასილევიჩი, პათოლოგი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვა მეცნიერებთან ერთად მანაც ჩაატარა სტალინის სხეულის გაკვეთა. მან დაწერა განცხადება, რომელშიც გამოხატა განსხვავებული აზრი ოფიციალური ვერსიისგან ამ ხანაკ სტალინის გარდაცვალების მიზეზის შესახებ. ამის შემდეგ იგი მალევე დახვრიტეს. რუსაკოვის ბინა გაჩხრიგეს, ყველა ნაშრომი წაართვეს. სტალინის შესახებ ყველა დოკუმენტი ერთ ადგილას იყო, მაგრამ ამ პროფესორის ნაშრომი სხვადასხვა ადგილას გაიგზავნა. რუსაკოვს მხოლოდ ერთი ჩანაწერი არ ჰქონდა, მან ამის ასლები გააკეთა. შემდეგ იყო მრავალი მოღვაწის განცხადება სტალინის მოწამვლასთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ენვერ ხოჯა, ალბანეთის ლიდერი, როდესაც მიკოიანი მივიდა მასთან კონგრესზე გააკეთა განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერის სიკვდილი დიდი კონსპირაცია, ცინიკური შეთქმულებაა. ახლა მკვლელები მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და ტრაბახობენ იმით, თუ როგორ მოკლეს სტალინი. უმცროსი ვაჟი ვასილი სტალინი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოწამლეს. ამის გამო ის 1953 წლის აპრილში ციხეში აღმოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი საფლავში. ასევე არის რიგი თანამოაზრეების საეჭვო მოვლენები, ქმედებები და ურთიერთგამომრიცხავი ამბები, რომლებიც სტალინის შესაძლო მკვლელობის ვერსიას ამტკიცებს. ხრუშოვთან, ბერიასთან, მალენკოვთან და ბულგანინთან სადილიდან 1 დღის შემდეგ სტალინს ინსულტი დაემართა. 1 მარტის გვიან საღამოს ის კუნცევოში, სასადილო ოთახის იატაკზე მწოლი არ ეიპოვეს. დაცვის წევრები ან ითხოვდნენ ექიმების გამოძახებას, ან ეშინოდათ ამის გაკეთება, რადგან სტალინის პირადი ექიმი, აკადემიკოსი ვინოგრადოვი ციხეში იჯდა. პირველები ბერია და მალენკოვი მივიდნენ. მათი განცხადებით კი სტალინს უბრალოდ ეძინა და ბრძანეს არ შეეწუხებინათ. თუმცა ეს ჩვენება რამდენად მართალია, არავინ იცის. ეს არის დაცვის ყოფილი თანამშრომლის, ლოზგაჩევის მონაყოლი, რომელიც ძალიან არასანდო ფაქტებს შეიცავს. ექიმებს პაციენტის ნახვის უფლება მხოლოდ 2 მარტს მიეცათ. ამრიგად სტალინი მრავალი საათის განმავლობაში იწვა სამედიცინო დახმარების გარეშე, რაც მას აშკარად სჭირდებოდა. ბელადის სიკვდილს ბევრი უცნაური რამ მოჰყვა. სტალინის უშიშროების თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქებში გააგზავნეს. ბერიამ პირადად არჩია ექიმები, რომლებიც საგულდაგულოდ მკურნალობდნენ სტალინს და თან მკაცრად აკონტროლებდა მათ, თუმცა ბერიაც მოკლეს. პროფესორმა რუსაკოვმა, რომელმაც სტალინის გვამის ექსპერტიზა ჩაატარა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნაადრევად 1953 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. რუსაკოვმა სტალინის კუჩში სისხლდენა აღმოაჩინა, ძლიერი მოწამვლის აშკარა ნიშანი, რამაც ინსულტი გამოიწვია. საინტერესოა, რომ რუსაკოვის უფროსი კუპერინი დააკავეს და სამუშაოდ ვორკუტაში გაგზავნეს. ეს მცირე ნაწილია იმ დეტალებისა, რომლებიც ახსნას საჭიროებს, თუმცა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ ინსულტის ბუნებრივ ბუნებაში. 1964 წელს საბჭოეთის ახალი ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი, როდესაც სტალინზე ლაპარაკობდა, ასეთი რაღაც წამოსცდა. კაცობრიობის ისტორიაში ბევრი სასტიკი ტირანი ყოფილა, მაგრამ ისინი ნაჯახით დაიღუპნენ, ისევე როგორც თავად ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას ნაჯახით. სტალინის ბურუსით მოცული გარდაცვალება შეუმჩნეველი არც უცხოეთში დარჩენილა. ალბანეთის ლიდერი ენვერ ხოჯა ღიად აღშფოთდა და იგივე დაგმობის სიტყვები ჩინეთიდანაც გაისმა. სტალინი 5 მარტს 21 საათსა და 50 წუთზე გარდაიცვალა მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე. ოფიციალური მიზეზი იყო ინსულტი. იმ მომენტიდან, როდესაც გამოაცხადეს საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის ავადმყოფობის შესახებ, ტყუილების ნიაღვარი წამოვიდა. ხან რას იგონებდნენ და ხან რას. ყველაზე დიდი გაიძვერა კაცობრიობის ისტორიაში.
ნიკიტა ხრუშოვი დაუფიქრებელ ბრიყულ ტყუილს იგონებს, რომელიც ხალხის დიდმა ნაწილმა დაიჯერა კიდეც. ნიკიტა ხრუშოვი თავის მოგონებებში შემდეგ რამეს წერდა. 1953 წლის 1 მარტის ღამეს მე, მალენკოვი, ბერია და ბულგანინი სტალინთან ვიყავით აგარაკზე. ვისხედით, ვსაუბრობდით და ქართულ ღვინოს სვამდით. პელადი ძალიან კარგ განწყობაზე იყო. დილის 6 საათი ხდებოდა, როდესაც დავიშალეთ და სახლებში წავედით. მოგონებების მიხედვით კვირა დღე ნიკიტა ხრუშოვმა სახლში გაატარა. გვიან საღამოს უკვე დაძინებას აპირებდა, როდესაც მალენკოვმა დაურეკა და შეატყობინა, რომ სტალინის აგარაკზე რაღაც ხდებოდა. როგორც მას დაცვამაცნობა, სტალინი თავისი ოთახიდან მთელი დღის მანძილზე არ გამოსულა. არადა, უკვე გვიანი საღამო იყო. ყველა აღელვებულია და სასწრაფოდ იქ უნდა წავიდეთო. ხრუშოვმა ბერიას და ბულგანის გადაურეკა. მანქანა გამოიძახეს და წავიდნენ. 15 წუთის შემდეგ უკვე ადგილზე იყვნენ. იქ მალენკოვი დახვდათ და ყველანი ერთად დაცვის ოთახისკენ გაემართნენ. უკვე 11 საათი იქნებოდა, როდესაც სტალინთან საძინებელში აგარაკზე მომსახურე მიმტანი ქალი გაგზავნეს. ის დაბრუნდა და თქვა, რომ სტალინი იატაკზე იწვა და ეძინა. ის პატარა სასადილოს იატაკზე იწვა. დაცვის წევრებმა სტალინი დიდი სასადილოს ოთახში გადაიყვანეს და დივანზე დააწვინეს. ხრუშოვის თქმით, მან და მალენკოვმა ჩათვალეს, რომ საშიში არაფერი იყო და აგარაკი დატოვეს. თუმცა ნიკიტა ხრუშოვმა სახლში შესვლა ვერ მოასწრო, რომ ისევ მალენკოვმა დაურეკა. უთხრა, რომ აგარაკიდან დაცვამ დაურეკა და აცნობა, რომ სტალინი უცნაურად სუნთქავდა. მოილაპარაკეს და აგარაკზე ექიმის გაგზავნა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, ბიუროს ყველა წევრს დაურეკეს კაგანოვიჩის და ვოროშილოვის ჩათვლით. ჩაძინებული პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმებმა დიაგნოზი დასვეს: სისხლჩაქცევა თავის ტვინში, გონების და მეტყველების დაკარგვა, მარჯვენა კიდურების დამბლა. ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ სტალინი სიცოცხლისაკენ მოებრუნებინათ და 4 მარტს დილისთვის თითქოს ბელადი უკეთ გახდა. ის თანაბრად სუნთქავდა. ძალითვალი გაახილა კიდეც და იქ შეკრებილ თანამებრძოლებს შეხედა, მაგრამ ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ისევ დახუჭა. 5 მარტს საღამოს სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი გული სულ მალე გაჩერდებოდა. ამის შემდეგ ექიმ-რეანიმატოლოგებმა გულის მასაჟის კეთება დაიწყეს. ექიმების მონაცვლეობით ეს პროცესი მთელი საათი გაგრძელდა და კიდეც გაგრძელდებოდა. ბერია რომ არ მისულიყო მათთან და არ ეთქვა: გეყოფათ, ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი დასრულდა. ხალხის ბელადი ფართოდ გახელილი თვალებით იწვა და არ სუნთქავდა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სტალინი გარდაიცვალა. ასე აღწერა ნიკიტამ სტალინის გარდაცვალება, თუმცა დაცვის წევრებმა არ იცოდნენ, რას წერდა თავის მოგონებებში 1971 წელს გარდაცვლილი ხრუშოვი. და ამიტომ სხვაგვარად გადმოსცეს ის ტრაგიკული მოვლენები, რომელიც სამთავრობო აგარაკზე 1953 წლის მარტის პირველ კვირას განვითარდა. მათ მომხდარი ფაქტიდან 25 წლის შემდეგ ის დღეები გაიხსენეს, ხოლო მათი მოგონებები ასევე დაცვის თანამშრომელმა არიბინმა ჩაიწერა. 1953 წლის მარტის პირველ დღეებში დაცვის წევრების ვერსიიდან ირკვევა, რომ 1 მარტის ღამეს სტალინის აგარაკზე დაცვის ოთახში 4 პირი იყო. უფროსი პასუხისმგებელი სტაროსტინი, მისი მოადგილე მლოზგაჩევი, დაცვის წევრები ტუკოვი და ხრუსტალევი. აგარაკზე ასევე იმყოფებოდა მიმტანი მატრონა ბუტუსოვა. თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ გვიან საღამოს იმ დღეს სტალინს მართლაც ყავდა სტუმრები. როდესაც ისინი წავიდნენ, პელადი ხრუსტალევს მიუბრუნდა, რომელიც იმ დროს კარს კეტავდა და უთხრა: ყველამ დაიძინოს, მე არაფერი მინდა, მეც დავწვევები, დღეს აღარ დამჭირდებითო. ხრუსტალევი დაცვის ოთახში შევიდა და სტალინის სიტყვები დაცვის სხვა წევრებს გადასცა. ასეთმა ბრძანებამ ყველა გაახარა და დასაძინებლად წავიდნენ. მომდევნო დილას, 1 მარტის კვირა დღეს, დაცვის წევრები სამზარეულოში შეიკრიბნენ. უკვე 10 საათი იყო და სტალინის ოთახიდან არანაირი ხმა არ ისმოდა. გახდა 11-12 და ისევ არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. ჩვეულებრივ 10-11 საათზე სტალინი ფეხზე იყო და როდესაც 14, 15, 16 და 17 საათი გახდა და ის ისევ არ გამოჩნდა. დაცვის წევრებმა ნერვიულობა დაიწყეს, მაგრამ სტალინის საძინებელში შესვლას მაინც ვერ ბედავდნენ. და ამ მდგომარეობაში დაცვის წევრები დაცვის ოთახში ისხდნენ, რომლებიც ბელადის ოთახს 25 მეტრიანი დერეფნით უკავშირდებოდა და მათ არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. 18 საათზე მათ ქუჩიდან გუშაგმა დაურეკა და უთხრა, რომ მცირე სამზარეულოში სინათლე აინთო. ყველას გულზე მოეშვა, თუმცა შემდეგ ისევ უმოძრაობა და მოლოდინის რეჟიმი გაგრძელდა. 22 საათზე ცენტრალური კომიტეტიდან ფოსტა მოიტანეს. მლოზგაჩევმა დაბეჭდილი პაკეტები სტალინის საძინებელში წაიღო. ის დერეფანში ქუსლების ხმა მაღალი ბაკუნით მიდიოდა, რადგან სტალინს არ უყვარდა, როდესაც მას ჩუმად უხმაუროდ უახლოვდებოდნენ.
მაგიდა დოკუმენტებისთვის მცირე სამზარეულოს კარების პირისპირ იდგა. მისი კარი კი ოდნავ შეღებული იყო. ლოზგაჩევმა კარის ღრიჭოდან დაინახა, რომ სტალინი იატაკზე იწვა. მან მაშინვე მიირბინა მასთან და ჰკითხა: ამხანაგო სტალინ, რა მოგივიდათ? იქნებ ექიმი გამოვიძახო. ხოლო ბელოტმა რაღაც გაურკვევლად ჩაიბუტბუტა. იატაკზე მის გვერდით ჯიბის საათი ეგდო, რომელიც 6 საათს და 30 წუთს აჩვენებდა. სავარაუდოდ სახელმწიფოს მეთაური იატაკზე სწორედ ამ დროს უნდა დაცემულიყო. ლოზგაჩევმა შინაგანი ტელეფონით მომხდარი სტაროსტინს შეატყობინა. მაშინვე დაცვის ყველა წევრი და მიმტანი ქალი მცირე სამზარეულოში მივიდა და სტალინი დიდი სამზარეულოს დივანზე დააწვინეს. ამის შემდეგ სტაროსტინმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში იგნატევთან დარეკა, რომელიც პანიკაში ჩავარდა და მაშინვე ბერიას და მალენკოვს გადაურეკა. იმ მომენტში არავის უნდოდა ცუდზე ფიქრი. იმის წარმოდგენაც კი შეუძლებლად მიაჩნდათ, რომ სტალინი შეიძლებოდა მომკვდარიყო. ჩათვალეს, რომ ბელოდი ცუდად გახდა და მალე გამოჯამრთელდებოდა. ღამის 3 საათზე აგარაკზე ბერია და მალენკოვი მივიდნენ. ისინი დიდ სამზარეულოში შევიდნენ და ბელადს დახედეს. შემდეგ ლავრენტი ბერია დაცვის წევრებს მიუბრუნდა და უთხრა: რა პანიკა ატეხეთ? ვერ ახედავთ, რომ მას ძინავს? აზრზე მოდით, ნუ ღარც ჩვენ შეგვაწუხებთ და ნუ ღარც ამხანაგ სტალინს. ამ სიტყვების შემდეგ მათ აგარაკი დატოვეს, თუმცა დაცვის თანამშრომლები ვერ დამშვიდდნენ და სტალინის სხვა თანამშრომლებსაც დაურეკეს. 2 მარტს დილის 7 საათსა და 30 წუთზე აგარაკზე ხრუშოვმა გადარეკა და შეატყობინა, რომ მალე ექიმები მივიდოდნენ. მართლაც დაახლოებით დილის 9 საათზე ექიმები მივიდნენ და მათთან ერთად ბიუროს ყველა წევრი. დაცვის წევრებს კი ამ მომენტიდან რა და როგორ იყო უკვე აღარ უნახავთ, რადგან იქ დარჩენის უფლება აღარ მისცეს. ნიკიტა ხრუშოვის ვერსიას და დაცვის თანამშრომლების ვერსიას შორის ბევრი რამ უცნაური და შეუსაბამო არის. ჯერ ხრუშოვის მტკიცებით დავიწყოთ, რომ თითქოს მან, მალენკოვმა, ბერიამ და ბულგანინმა სტალინის აგარაკი 1 მარტის დილის 6 საათზე დატოვეს. სინამდვილეში ბელადი ყოველთვის ღამის 3-4 საათზე იძინებდა და დილის 10-11 საათზე დგებოდა. სწორედ ამ გრაფიკით მუშაობდა საბჭოთა კავშირის ყველა სამთავრობო დაწესებულებაც. სამუშაო დღე 10:30-ზე იწყებოდა და რიგითი თანამშრომლებისთვის 20 საათზე მთავრდებოდა. ხოლო მინისტრებისთვის სამუშაო დღე ღამის 24 საათამდე გრძელდებოდა. ასე რომ ხრუშოვი აშკარად ცრუობს, როდესაც წერს, რომ სახლში დილის 6 საათზე წავიდა. ან შეიძლება იყო კიდეც და სტალინის საათი სწორედ ამას მიანიშნებდა. მან და სხვა სტუმრებმა აგარაკი სავარაუდოდ 2 ან 3 მარტს დატოვეს. შესაბამისად სტალინი დასაძინებლად 3-4 საათზე დაწვა. მას შემდეგ რაც დაცვაც გაუშვა, როგორც ამას დაცვის წევრები ამბობენ, მაგრამ ასეთი რამ საერთოდ შეუძლებელი არის. ადამიანები, რომლებიც ბელადს იცავდნენ, ქვეყნის ნომერ 1 სადარაჯოზე იმყოფებოდნენ და მიუხედავად ბელადის კეთილინებისა, თავისი პასუხისმგებლობა მაინც უნდა შეესრულებინათ. გაუგებარია ასევე დაცვის მოქმედება 1 მარტის დღის საათებში. სტალინის საძინებელში არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა და უშიშროების თანამშრომლები ლოდინის გარდა არაფერს აკეთებდნენ. ხომ შეიძლებოდა, რომ დაცვის ობიექტს ვინმე დასხმოდა თავს, გაეტაცებინა, ან თუნდაც მოეკლა. ან სხვა ნაკლებად სახიფათო რამ მომხდარიყო. დაცვა კი ზის და ელოდება, მაგრამ რას გაუგებარია. მაგალითისთვის, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ნოვიკოვი შემდეგ რამეს იგონებდა. შაბათობით სტალინი აბანოში დადიოდა, რომელიც აგარაკის ტერიტორიაზე იყო. ის ჩვეულებრივად დაბანას 50 წუთს ანდომებდა, მაგრამ ერთხელ აბანოში შეყოვნდა და დადგენილ დროს არ გამოვიდა. გავიდა 20 წუთი, სტალინი ისევ არ ჩანდა. 35 წუთის შემდეგ მე დაურეკე სუსის მინისტრს, იგნატევს. მან გადაურეკა მალენკოვს და იქიდან აბანოს კარების შემთვრევის ბრძანება მოვიდა. 40 წუთის შემდეგ მე და ჩემი თანაშემწე უკვე აბანოსკენ გავრბოდით, მაგრამ უცბად კარები გაიღო და ზღურბლზე ნამძინარევი სტალინი გამოჩნდა. აი ასეთი ოპერატიულობა იყო. აქ კი სახელმწიფო უშიშროების საშტატო ოფიცრები მთელი დღე ისხდნენ და დაცვის ოთახში შესვლას ვერ ბედავდნენ. არც ხრუშოვის ვერსია არის დაცვის წევრებზე უკეთესი. თავის მოგონებებში, როგორც უკვე აღნიშნეთ, ის პირველივე სიტყვებიდან იტყუება, რომ სტალინის აგარაკი დილის 6 საათზე დატოვა. ასეთი რამ კი შეუძლებელი იყო, რადგან სახელმწიფოს მეთაური არასდროს არ ღვევდა თავის რეჟიმს. გარდა ამისა, ხრუშოვი ამბობს, რომ აგარაკზე 1 მარტის 23 საათზე მივიდა მალენკოვის სატელეფონო ზარის შემდეგ. დაუშვათ, რომ ხალხის ბელადმა დალია და უგონო მდგომარეობამდე დათვრა და თანაც კვირა იყო. მაგრამ სტუმრებს ის 1 მარტს გამოემშვიდობა და იმ მომენტისთვის ფეხზე იყო და თანაც თავს კარგად გრძნობდა. ხოლო დაცვამ იმავე დღის 23 საათზე ის პატარა სასადილოს იატაკზე დაცემული აღმოაჩინა. როგორც დაცვის წევრები იხსენებენ, ექიმები აგარაკზე 2 მარტს დილის 9 საათზე გამოჩნდნენ, მაგრამ აქაც შეუსაბამობას აქვს ადგილი. თავის მოგონებებში გულსის ხრძალთა დაავადების ექიმი აკადემიკოსი მიასნიკოვი წერდა.
1953 წლის 2 მარტს გვიან საღამოს ჩემთან სახლში კრემლის საავადმყოფოს თანამშრომელი მოვიდა და მითხრა: "თქვენ წასაყვანად მოვედით. სტალინი ავად გახდაო. ჩვენ გზად ჩემს კოლეგებს კონოვალოვსა და გარეევს შეუვარეთ და სასტრაფოთ აგარაკისკენ გავემართეთ. ანუ ექიმები არა დილით, არამედ 2 მარტს გვიან საღამოს მივიდნენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი უგონო მდგომარეობაში თითქმის 2 დღე ღამე იმყოფებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მეუყვანეს მას ექიმები. ამ დროის მანძილზე მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მას უბრალოდ ეძინა და არავის მოუვიდა თავში აზრი, რომ ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. და ეს ვინ დაიჯერა? იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს სტალინს აძაგებენ. აბსოლუტურ პარადოქსია, ყველა ის ადამიანი, რომელიც სტალინის წინააღმდეგაა მიმართული. ვისაც ყოფდა სტალინის სიკვდილი, დაცვას ნამდვილად არა. ამასთან დიდია ალბათობა იმისა, რომ დაცვის წევრებმა უკვე 1 მარტის დილის საათებში აცნობეს თავიანთ უფროსობას, რომ სტალინს რაღაც სჭირდა, მაგრამ ისინი ალბათ დაამშვიდეს ან შეიძლება ექიმიც გაუგზავნეს ხელისუფლების მაღალი ჩინის წარმომადგენლებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ისინი გარკვეული დროის მანძილზე სტალინის საძინებელში იყვნენ, ხოლო შემდეგ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ყველაფერი კარგად იყო. ფაქტია, რომ 1 მარტს სტალინი იატაკზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და არავის მოუვიდა აზრად, რომ შეემოწმებინათ ფელადი. პალენკოვმა და ბერიამ დაბრუნების შემდეგ ექიმები კიდევ 4 საათი არ გამოიძახეს. თუმცა მდგომარეობა კრიტიკული იყო. რას ელოდებოდნენ? ექიმებმა დიაგნოზი დასვეს: ღვიძლის გადიდება ღებინების დაფიქსირებით, ხოლო გაკვეთის შემდეგ კუჭნეწლავის არეალში დაფიქსირდა შავ-წითელი ლაქები. ეს სიმპტომები არ არის ინსულტის ნიშნები. სტალინის შვილმა ვასილიმ ჯიუტად განაცხადა, რომ მამა მოწამლეს და მოკლეს. კრემლის საიმედო ექიმები აღარ არსებობდნენ. ისინი იანვარში დააკავეს შეთქმულების ეჭვის საფუძველზე. ეს ექიმები გაათავისუფლეს სტალინის გარდაცვალების შემდეგ. 2003 წელს ამერიკულმა ცენტრალურმა სადაზვერვო განყოფილებამ გაავრცელა დეკლარირებული დოკუმენტები, სადაც ნახსენები იყო, რომ სტალინი მოწამლეს. ზოგადად არსებობს ბევრი უცნაური ფაქტი ამ საქმეში. სტალინს ბევრი მტერი ჰყავდა. ის ხელს უშლიდა აბსოლუტურად ყველას. საბჭოთა კავშირში შიშის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სახელმწიფო აპარატი. საზღვარგარეთ ხელს უშლიდა ბანკირებს, რომლებიც ცდილობდნენ მთელი მსოფლიო დოლარზე დამოკიდებული გაეხადათ. ხელს უშლიდა ამერიკელ და ბრიტანელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტალინში ხედავდნენ საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ძალადობრივი გარდაცვალების ვერსია საკმაოდ გონივრულია. საბოლოო ჯამში, წლების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლოტოვმა, რომელიც სტალინის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა, განაცხადა: თუ იოსები კიდევ ერთი წელი იცოცხლებდა, ვერ გადავრჩებოდიო. ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით ყველაფერი სუფთა არ არის, შესაძლებელია დაცვის და სამედიცინო კომისიის თანამშრომლების შემდგომი ბედი ჩაითვალოს. ხრუსტალევი მალევე გარდაიცვალა, ხოლო 2 ადამიანმა აგარაკის გარე პერიმეტრის დაცვიდან თავი მოიკლა. სტაროსტინი, ლოზგაჩევი და ტუკოვი მოსკოვიდან მოშორებით სხვაგან გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრი ტრეტიაკოვი, რომელიც მკურნალობის და გაკვეთის კომისიის თავმჯდომარე იყო, დააპატიმრეს და ვორკუტის კოლონიაში გაგზავნეს. ყველა ვინც აგარაკზე იმავბედით დღეს იმყოფებოდა, ხელი ინფორმაციის გაუთქმელობაზე მოაწერინეს და ისე დააშინეს, რომ 25 წლის შემდეგაც კი სიმართლის თქმა ვეღარ გაბედეს. გოთვერან ნიკიტა ხრუშოვს რა წვლილი მიუძღვის ამ ამბავში ძნელი სათქმელი არ არის, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ მან სტალინის სახელი ნამდვილად მოკლა. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხალხი პანიკამ მოიცვა. შეეშინდათ მათი ღმერთის, მათი ქართველი ბელადის შემდეგ როგორღა უნდა ეცხოვრათ. იმდენად უყვარდათ სტალინი, რომ სამგლოვია ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი უბრალოდ ჭყლეტვაში დაიღუპა. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში, ყველა კუთხეში გლოვობდნენ სტალინს. Dass die Besilu
გადაცემის მსვლელობისას მინდა ტრადიციულად შეგახსენოთ. ჩვენი გადაცემის მთავარი სპონსორია დასასვენებელი კომპლექსი რანჩო არიანში. მსოფლიო ძალაუფლების მქონე ლიდერის გარდაცვალება თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია ძალაუფლებისთვის გარდაუვალ ბრძოლასთან. თუნდაც დაინიშნოს ოფიციალური მემკვიდრე სტალინის გარემოცვაც, რომელიც მოულოდნელად გაქრა 1953 წლის გაზაფხულზე, არ იყო გამონაკლისი. პარტიული და სამხედრო ფუნქციონირები მართებულად შიშობდნენ ლავრენტი ბერიას შესაძლო რეპრესიებზე. ბერია დაადანაშაულეს ღალატში და შემდეგ დახვრიტეს. კითხვა მხოლოდ ის არის, როდის გაკეთდა ეს? უკანონოდ დაპატიმრების დროს თუ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ყველა კანონიერი ფორმალობის დაცვით. ძალაუფლებისთვის განვითარებული ბრძოლა არ გახდა აღმოჩენა თავად ლავრენტი პავლოვიჩისთვის. მართალია ის აპირებდა აქედან გამარჯვებულად გამოსვლას, მაგრამ შეცდომით გათვალა უახლოესმა მეგობარმა და კოლეგამ გიორგი მალენკოვმა უღალატა მას და აღინიშნოს, რომ ლავრენტი ბერია დაღუპა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ. ბერიას განკარგულებაში იყო დოკუმენტების უზარმაზარი პაკეტი, სადაც იყო კომპრომატები ქვეყნის ყველა ლიდერზე. მან მშვენივრად იცოდა მათი ბიოგრაფიის ყველა ფარული გვერდი, რომელთა დავიწყებას გულწრფელად სურდათ მათ. საბრძოლო გენერლებმა იცოდნენ სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება, უფრო მეტიც, მათ უკან ჯარი იდგა, ხოლო ჟუკოვი უდაო ავტორიტეტი იყო. მალე ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე პარტიის ლიდერებმა ისარგებლეს ბერიას არყოფნით და ის დაადანაშაულეს ღალატში. ისინი აპირებდნენ ბერიას დადანაშაულებას სტალინის გარემოცვაში, დაძაბული სიტუაციის შექმნაში, სახელმწიფო და პარტიული ელიტის წარმომადგენლებზე ჯაშუშობაში, დანაშაულებრივ კავშირებში იოსებ ბრონს ტიტოსთან, ბურჟუაზიული გერმანიის ერთიანი სახელმწიფოს ორგანიზების სურვილში, ასევე ახალგაზრდობაში აზერბაიჯანსა და საქართველოში კაპიტალისტური ქვეყნების დაზორვაში ყოფნაში. როდესაც ბერიას ბედი საბოლოოდ გადაწყდა, გაჩნდა კითხვა თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს გეგმა. მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ოფიციალური ვერსიისგან. ლავრენტი ბერია დააპატიმრეს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის ხდომაზე 1953 წლის 26 ივლისს სამხედროთა ჯგუფმა ჟუკოვის ხელმძღვანელობით. მისი დაკავების შემდეგ ბერია მოათავსეს მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ბუნკერში. დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ რიგი მკვლევარების აზრით, ეს ლავრენტი ბერია კი არა, მისი ორეული იყო, სპეციალურად მომზადებული ასეთი შემთხვევისათვის. სწორედ ის დახვრიტეს 1953 წლის 23 დეკემბერს, უფრო მეტიც, ეს ჰიპოთეზა გაჩნდა აღწერილი მოვლენების შემდეგ და საკმაოდ პოპულარული იყო იმ წლების ხელისუფლების კულუარებში. პირველ სასამართლო პროცესზე ბერია რატომღაც ვერ იცნეს მისმა ყოფილმა თანამოაზრეებმა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ მის წინააღმდეგ შეთქმულებაში. მეორე, ისტორიკოსებმა ვერ იპოვეს აქტი ბერიას კრემაციის შესახებ. მსგავსი დოკუმენტები მისი უახლოესი მოადგილეების კრემაციის შესახებ, რომლებიც იმავე დღეს დახვრიტეს, შემორჩენილია. მესამე, ცნობილია თანამედროვეთა მემუარები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი მონაცემებით დაკავების დღეს ბერიას სახლში გაისმა ტყვიან-ფრქვევის გასროლები. შემდეგ კი შენობიდან ბრეზენტით დაფარული სხეული გაიტანეს. მონაცემებით თუ ვიმშელებთ, შეიძლება ის ბერიას ეკუთვნოდეს. ამ ვერსიის მთავარი მხარდამჭერი ბერიას შვილი სერგო გახლავთ.
როგორ მოხდა ყველაფერი? ჩვენ სავარაუდოდ ვერასდროს გავიგებთ, რადგან სადაზვერვო სამსახურებმა იციან, როგორ შეინახონ თავიანთი საიდუმლოები. Сталина в его делах, в коммунизме, к которому мы придем, несомненно, ибо он... იქნებ სტალინის გარდაცვალების მიზეზი მისი პატრიოტული განწყობები გახდა. პოცდამის კონფერენციაზე სტალინმა ოფიციალურად წამოაყენა პრეტენზია გასუსბელი 90,000-დან 100,000 კილომეტრ-კვადრატ ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში თანამედროვე სომხეთზე სამჯერ დიდი ტერიტორიაა. მაგრამ რამ შეუშალა სტალინს ხელი ტაო-კლარჯეთის საქართველოსთვის დაბრუნებაში? სტალინის გარდაცვალება როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის კრება ეს მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, სწორედ ამისი დასაბამი იყო დღევანდელი დღე 5 მარტი, როდესაც გარდაიცვალა იოსებ ვისარიონოვიჩ სტალინი. საერთო გლობა იყო მთელ ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით და იმისი დაკრძალვა იყო, ხალხი გამოვიდა, აქ მიტინგი იყო და ქართველი დედები ძველი იმით თავსაბურავებით გამოსული, მათ რიცხვი ბაბუაჩემი, ბებიაჩემი იყო. ბაბუასავით ახლა პაპა ეგონებათ ეხლა. ბებიაჩემი იყო გამოსული სურათის უკლეს, როგორ გლოვობენ ქართველი ხალბატონები სტალინის გარდაცვალებაზე. ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მოულოდნელობა რამდენადაც რომ სტალინი იყო მიღებული. მაშინ ჩვენ 53 წელს დავამთავრეთ საშუალო სკოლა და როცა გამოსწევს ვაბარებთ გამოსაშორ გამოსწევს. ქართულში თავისუფალით 24 კაცი ვიყავით და მაშინ ერთ-ერთი სხვადასხვა თემები იყო და ერთი თემა იყო სტალინის სახე ქართულ წერლობაში. აი 24 კაციდან 23 კაცმა დავწერეთ თავისუფალი თემა სტალინის სახე ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში. მათ რიცხვი მეც დავწერე. ერთმა ადამიანმა დაწერა სხვა, რომელიც მე გახდა მინისტრი, გახდა ეს ეკონომიკის მინისტრი იყო საქართველოში. სტალინის გარდაცვალებით არა მარტო შრომელი ხალხის ბელადი მამა და მასწავლებელი გარდაიცვალა, არამედ გარდაიცვალა კომუნისტური პარტია. გარდაიცვალა მსოფლიოში სუპერ სახელმწიფო საბჭოთა კავშირი, რითაც დაირღვა პოლარულობა დედამიწაზე და გაჩნდა ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღე. უკრაინაში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობა, როდესაც დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დაუპირისპირდა 150 მილიონიან სახელმწიფოს სრული განადგურებით, რომ
გამოცხადდა მსოფლიოში არნახული გენოციდის პროგრამა, რომ რუსს არ დაელაპარაკოთ, რომ რუსს სხვა არ გასცეთ, რომ რუსს ღამი არ გაათენებიოთ, რომ რუსს წყალი არ მიაწოდოთ. ეს გაუგონარი ფაშისტური ლოზუნგები, რომელიც დღეს შემოვიდა მოქმედებაში და არათუ სასირცხვილოდ, არამედ საამაყოდ მიაჩნიათ ამ მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებსაც კი, ქმნის იმის წინაპირობას, რომ შეიძლება კაცობრიობას კი გაანადგუროს ამ ყოველად შემზარავმა მოწოდებამ მსოფლიო იმპერიალისტური სახელმწიფოების. გადახდებოდა იასა, სამბახტად გაღვიდებოდა და ხალხუქებდა. როლა მაღლა გრუბლებში. მე ვიყავი თბილისში, მე დავამთავრე 53 წლის ივლისში ავიღე დიპლომი და მარტში იყო გასვენება, ესე იგი ჯერ დიპლომი არ ქონდა აღებული, მაგრამ მე ხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი და მთელი თბილისში გამოვიდა ქუჩაში, ვცხოვრობდი მელიქშვილის ქუჩაზე, 51-11 სკოლა რო არის. იქ ფილარმონის პირდაპირ და ჩვენი აივანი გადიოდა პირდაპირ პროსპექტზე. და ნუ მთელი ქუჩაში სამსია, არის უამრავი ხალხი და ნუ მე ვთხარი გავიდე და ხალხმა წამყვანა და ისეთი იმაში მოხვდით. ბრბო არის ეს სადღაც მიდის და ხალხი ერთმანეთს მიყვება. Сейчас начнется траурный митинг, посвященный памяти Иосифа Виссарионовича Сталина. გარდაცვალების დღეს არაფერი არ ყოფილა. აი ჩუმად ხალხი მიდიოდა იროდეთ, შევლი მოდიოდა ზოგი დაუღრებელი მიდიოდა მოდია მეტი არაფერი. მე იქ არავის აი გამოსვლა არ ყოფილა. რა ხდება ახლა? სულ ყველას მე ჩემ განცდას გეტყვით, რომ აი მუხლებ მომეკვეთა. ხო და მე შემეშინდა რომ მეთქი არ წავიქცე. ქალები ყველა ატირდნენ, სულ ყველა ტირის. აი ახლა ეს ხო არ არის დადგმული. ეს არ ყოფილა არის ნავარჯიშები. აი ესე იყო მთელი საზოგადოება განწყობილი და მომზადებული. სამგლოვიარო მარში 5-წუთიანი დუმილით და ფაბრიკა-ქარხნების საყვირისხმებით გაგრძელდა. საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქში, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში, ყველგან ამ დროს ქვეყანა არა მხოლოდ გლოვობდა, არამედ საკუთარ ძლიერ ბედს ემშვიდობებოდა. გასვენების დღეს სოხუმის სტალინის პარკში, პარკი იყო საკმაოდ დიდი, ეხლაც არის იქ, ნუ ყოველ დღეს არ ვიცი, მაგრამ როცა მე ვცხოვრობდი სოხუმში, მაშინ იყო ეს პარკი და იქ იყო უზარმაზარი მონუმენტი სტალინის. ეს კვარცხლბეკი იყო რაღაც სხვანაირად გაკეთებული, აქედან ასასვლელი, იქიდან ასასვლელი, თეთრი ისეთი გრანიტისაგან, შავი წინწკლებიანი გრანიტით იდგა სტალინის შინელში, ფარაჯაში და ხელი ასე ქონდა, უზარმაზარი ის იყო. და აი იქ დაიწყო მასიური მიტინგი. ნუ ეგ ცოტა არ იყოს გაუგებარი იყო, რა უნდა ემიტინგად, მაგრამ იქ იყო რა, აი იწყებოდა დილის საათზე, 11 საათზე, გროვდებოდა ხალხი, ვიღაცა გამოდიოდა, აქტივისტები იყვნენ. მე ვერ გეტყვით ახლა რას ლაპარაკობ, ყველა იმას იძახდა, რა დიდი იყო სტალინი, რა გვეშველება ახლა ჩვენ, მაგრამ ყველაფერი უნდა ეს უკვე ისე იყო. აბა ახლა დავიჩოქოთ და ეს რამდენიმე 1000-მდე მეტი არ იქნებოდა დაიჩოქებოდა, მე ადგებოდა და ესეთი სიტუაცია იყოს. მე ვიტყოდი, რომ კაპიტალისტურმა სამყარომ თვითონ გამოითხარა თავისი საფუძველი, როდესაც შეთქმულება მოაწყვეს სტალინის წინააღმდეგ და მხოლოდ
სტალინი ბუნებრივი სიკვდილით კი არ წავიდა ამ ქვეყნიდან, არამედ მსოფლიო შეთქმულებით, მსოფლიო იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტების ხელით მოხდა იმ უზარმაზარი დიდი ტრაგედიის გათამაშება, რაც დღევანდელ დღეს მოხდა 53 წლისა და რამაც ამ დღეში მიგვიყვანა არა მარტო ჩვენ, ყოფილი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები, არამედ კატასტროფული მდგომარეობა შეუქმნა პლანეტის მოსახლეობას. და როდესაც სტალინის ხელშეკრულებას ხელს აწერდა და 2 თვის უფრო მეტად, უფრო სწორად 65 დღის განმავლობაში სტალინის თითქმის განუწყვეტელი კავშირი ჰქონდა მაო ძედუნთან, რომელიც მის საგარაგზე კუცეოში ცხოვრობდა და იხილავდა ჩინეთს საბჭოთა კავშირის ურთიერთობას. მე მას ახლა საკეთ წიგნად ვაკეთებ და უამრავ მასალას ვაგროვებ და მაგის გაცნობით დავწმუნდებით ჩვენ, რომ დღევანდელ დღეს სტალინი უყურებდა აი ამდენი 80 წლის წინანდელი გადმოსახედიდან, რომ თუ ჩინეთი და საბჭოთა კავშირი არ გაერთიანდა, იმ შემთხვევაში ლაპარაკი არ იქნება ხალხთა თავისუფლებაზე, სოციალურ თანასწორუფლებიანობაზე და მთელი პლანეტა ქაოსს უნდა მოეცვა. და სწორედ ეს ქაოსის პერიოდია დღეს და რაც დათესეს ამერიკელებმა და ამერიკის თავადობით მსოფლიო იმპერიალიზმმა, სწორედ იმას იმტიან დღეს და ალბათ დადგება იმისი დრო, რომ პირველ მსოფლიო ომში როგორც გაჩნდა პირველი სოციალისტური სახელმწიფო, ხოლო მეორე მსოფლიო ომში ომის დამთავრების შემდეგ როგორ გაჩნდა ევროპაში უამრავი სოციალისტური სახელმწიფო, ამ მესამე მსოფლიო ომმა შეიძლება მთლიანად აღკვეთოს იმპერიალიზმი მთელ მსოფლიოში და შეიძლება ეს არეულობა და ქაოსი იმითაც დასრულდეს, რომ დამთავრდეს პარპაში ამ ერთპოლუსიანი ევროპის, ერთპოლუსიანი მსოფლიოს და მსოფლიო იმპერიალიზმმა ნახოს თავისი სამუდამო განსასვენებელი და მის კუბოს ჩვენ 4 მხარეს უნდა დავაჭედოთ ნურსმანი და ამით დამთავრდება ქვეყნად ჯოჯოხეთი, რომელსაც ამ 2 საუკუნის განმავლობაში მსოფლიო იმპერიალიზმი აწყობდა მსოფლიო ხალხების წინააღმდეგ. Дорогие товарищи, друзья, трудно выразить словами чувство великой скорби, которые переживают в эти дни наша партия и народы нашей страны. სულ ცოტა ხანში ისტორიიდან გადახაზეს სტალინის ერთგული კომუნისტები, რომლებიც იმ დღეს სამგლოვიარო მიტინგზე იდგნენ. და აი ეს შოკირებული ხალხი სად უნდა წასულიყო? სოხუმში იყო, ქალაქის ცენტრში რადიო, რომელიც იმიტომ იყო იქ, მე მგონი, იმიტომ რომ ფეხბურთის რეპორტაჟები იყო, ტელევიზორი მაშინ არ იყო და აი იყო მთელი სოხუმი იდგა იქ, როდესაც იყო ფეხბურთის რეპორტაჟი. და აქ უკვე ბევრად გაიზარდა აუდიტორია, ბავშვები, ქალები, პარალიზებული იყო, სკოლაში არ მივდიოდით, იმიტომ რომ უნდა გაგვევლო აქ და ვიცოდით, რომ ამ დროს იქნება გადაცემა ბიულეტენი სტალინის. სტალინის სახელობის ქალაქებს, ქარხნებს, ჰიდროსადგურებს და სტადიონებს სახელები შეუცვალეს. მუზეუმიდან გააქრეს სტალინის ფერწერული პორტრეტები, საბჭოთა ფილმებიდან ამოჭრეს ფირები სტალინის მონაწილეობით. აიგზალა მიხეილ ჭიაურელის ფილმებიც, ოდესღაც კრემლის საყვარელი რეჟისორი სამუშაოს გარეშე დარჩა. 1961 წელს დაუმარხავი სტალინის გვამი მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელში დამარხეს, მაგრამ მილიონობით ადამიანისთვის ბელადი მაინც დაუმარხავი დარჩა.
უდიდესი შედეგი დადო ქვეყანაში, თუმცა თავის